ოცნების წევრების ვასილ ჩიგოგიძისა და დილარ ხაბულიანის შვილებმა თბილისის ერთ-ერთ ბარში პოლიციელს სცემეს. 25 წლის თენგო ქარსელაძე მძიმე დაზიანებებით სამკურნალოდ ავსტრიაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ტევე პირველი ავრცელებს. ვასილ ჩიგოგიძე მომხდარს არადასტურებს და ამბობს, რომ ქარსელაძის ოჯახთან ძველი მეგობრობა აკავშირებს. ამავე ინფორმაციით დილარ ხაბულიანის შვილმა ქვეყანა დატოვა. იტალიაში სახლის გაქურდვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, ფროზინონეში 45 წლის კაცი თანმხლებთან ერთად მიმალვისას დააკავეს. მასთან აღმოაჩნდა ნაქურდალი ნივთები, ოქროს სამკაულების საათები, პლანშეტები და საკოლექციო მონეტები. ორბანმა უკრაინამ მტრად გამოაცხადა, უკრაინელები არ უნდა შევიდნენ ევროკავშირში, ვიდრე ისინი რუსული იაფი გაზის მიწოდების შეწყვეტას ითხოვენ. უკრაინა ჩვენი მტერია, ამბობს პუტინის მოკავშირე და ომის მთავარ საფრთხეს უკრაინიდან ხედავს. ისინი ომში ჩაგვითრევენ, აცხადებს უნგრეთის პრემიერი. უკრაინის იერიშები რუსეთის ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე საათში ჰაიმარსებითა და ნეპტუნის რაკეტებით დაიბომბა ბელგოროდის, ბრიანსკისა და ლენინგრადის ოლქების ენერგოობიექტები. ათობით დასახლებას ელექტროენერგია არ აქვს. უკრაინის გენშტაბი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ომის დაწყების შემდეგ ჯამში 1.246.300 მეტი რუსი სამხედრო მოკვდა ან დაიჭრა.